დუშეთის რაიონი, სოფელი დავათი, ზღვის დონიდან 1120 მეტრი. დათოვლილი მთების მიღმა დავათის ღვთისმშობლის მამათა მონასტერია. მონასტრამდე მისასვლელი გზა თანდათან რთულდება. სიმაღლეც მატულობს. ინფოცხრის გადამღები ჯგუფი მანქანით ასვლას ვეღარ ახერხებს, ჩერდებით. მონასტრამდე 2 კილომეტრი დარჩა, რომლის გავლაც ფეხით გვიწევს. მონასტერში მამა იოანეს და მგლის, მავნეს ისტორიას მივყავართ. ჩვენ შესახვედრად მამა იოანე მოდის. დღეს ამ მონასტერში, რომლის ისტორიაც მე-6 საუკუნიდან იწყება, მამა იოანე სრულიად მარტო, მგელ მავნესთან და კანიკორსოს ჯიშის მუფაზასთან ერთად ცხოვრობს. გლის და მამაოს ურთიერთობის საოცარი ისტორია 9 თვის წინ დაიწყო. თბილისიდან გამომიგზავნეს და ზოოპარკში ვერ მიიღეს. და ამერიკის იქნებ რამე უშველო და წამოიყვანენ იმაუშით. არი აღარ მიდის მაგის. ძაღლმა გასარდა. ძაღლი ყავს რა უფროსი, მაგისი არის ძაღლი. 9 თვის არის. მავნე არ დავარკვით, მავნე შერჩა უბრალოდ. სუკივილი იყო მავნე და შემავნებელო და შერჩა იქ მავნე. გონია სახელი რო დაუძახებ მავნებელო იხედება რა. ყველაფერს აფუჭებს აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც პირს მოგიდევს აფუჭებს. თამაში საერთოდ მგლებს ძალიან უყვართ. ოჯახურად ცხოვრობს ეგ და მიჩეული არის ოჯახის წევრებს. ძალიან უგვირს ხოლმე რომ უშლით, აი არ შემოხვიდე, დაძარში არ შეხვიდე, ყველა ძალიან მაგის გაგება გაუჭირდა. ეში ცხოვრობს, არაფერი არ სად არის იმაში. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ხანდახან მიდის ერთი თვე, ხანდახან ერთი კვირა, ხან სულ აღარ. ერთხელ დღეს დავხვდა ეგრე დაბრუნებული. წასული იყო. ვინესროლა მავნეს უცნობია, თუმცა ტყვია კისტის თოფიდან იყო ნასროლი. მომხდარი ამბის შემდეგ მავნე სოფელს გაარიდეს და დროებით თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა მალევე ტყეს დაუბრუნდა. მარჯამდა იქ. კალი არავის არ უხდება. ციხეში ყველა ცუდად არის. სოფელში მგელი ზოგადად არ უყურთ საერთოდ. სოფელი და მგელი რო შეარიგო, ესეთი რამე არ ხდება. ეგ არის ფიქრობთ რომ საშიში არ არის. მგელია ჩვეულებრივი რა. უბრალოდ არც ერთი მგელი, არც ეს გარეული არ ესხვის ადამიანებს თავს რაღაცის. ძალიან ცუდი ლეგენდები დადის რა. თუ არ ჩააგდე ისეთ მდგომარეობაში არ გესხვის. ესეც წავა, ერთ 4 თვეში ალბათ უკვე 5 თვეში თვითონ წავა რა. უკვე იმას აქში მოვა რომ დამგელდება. თავის ოჯახი უნდა შექმნას, რომ მეორე ნახევრის მოძებნას დაიწყებს. გაკერპება არ შეიძლება არაფრის თორე. სიყვარული ადამიანს ყველაფრის და ყველას იმართებს. 5 თვის შემდეგ მშობლიურ ტყეს დაუბრუნდება. მანამდე კი მუფაზა მავნე და მამა იოანე უკანა გზაზე ერთად გვაცილებენ.